მოგისალმებით ძვირფასო მეგობრებო. თქვენი ჩაფიქრებული რაღაც თავის გარემოცვაში უფრო რაღაც ცდილობს შეიძლება კრიალოს ან სათამაშებს ხელში ცოტა ის არხეინა ტიპაჟად მეჩვენება ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში, მაგრამ თავზე მხობა ყველაფერი და ასე არხეინად რატომ არის? კარგი. ნახოთ რა ხდება თქვენს ჩაფიქრებულთან ამ არხეინასთან. ჩქარობს რაღაცებს. რას გრძნობს? უბრალოდ რა ხდება? აქ ესეთ რაღაცას მეუნება არანაკლები არხეინი ხარ შენ ცო ქალბატონს. ანუ ფერს მოდლი ღმერთ ესეთი ტიპაჟები ხართ. ყოველ შემთხვევაში მაინც მგონია რომ თქვენი ყურადღების მიქცევას შეეცდება ეს ადამიანი და რაღაც გააქტიურდება ოღონდ შორიდან, ჯერჯერობით ამას მოსინჯავს შორიდან. აი დაუშვათ სტორი ნახა, დაუშვათ რაღაცა დაგილაიქა, დაუშვათ რაღაცა ავიცი გადაგებლანდა გზაში. შეიძლება ეხლა მოგესალმა როგორ ახარ, მაგრამ არა ხო ხვდებით, აი შორიდან შემოვლითი გზებით. ესე მეფიქსირდება ყოველ შემთხვევაში. კარგით, ნახოთ რატო შემოვლითი გზებით, რატომ ძალიან გეტრფით სხვათა შორის. გეტრფით უბრალოდ ჩემს ინტერესებში ჯერ არ შედის რამე აქტიური. მინდა, შორიდან რაღაცებს მოკლედ თავისი ისინი აქ ხო, წიგები, თავში, რა ვიცი, კასტილები. ესე გადაწყვიტა. კარგით, ნახოთ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. ყოველ შემთხვევაში უსამართლოდ მოიქეცი ამ გრძნობას თუ უსამართლოდ მოვიქეცი ამ გრძნობას. ეხლა ესეთი შეგრძნება ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ აქ აშკარად შეიძლება თქვენი შეხვედრა ჩახუტებით იყოს, შეიძლება ხელში ატაცებითაც იყოს, შეიძლება რა ვიცი, ახლა მძიმე წონიანები თუ ხართ კაი შეხვედრით იყო. უბრალოდ აი რაღაც ისეთი რომ გიხარია ხო და განსაკუთრებული რაღაცის რომ გაქვს შეხვედრა ადამიანთან და არა მასიურია ხოლმე ყველას რომ ხვდებით ხო? მაგრამ თქვენთან ეს ბარიერები, ეს პრობლემები რაღაც ვერ გადალახა. უსამართლოდ მოვიქეცი ესეთი შეგრძნება აქვს, თუმცა ეს უკვე იყო, ესეთნაირად საუბრობს. მაგრამ მისი გონებით და აზრით მე მას უნდა რომ ეს ურთიერთობა, ამიტომ ჩამოემხო თავზე თქო, რომ ესე იგი თქვენთან ურთიერთობაზე არის აქ საუბარი, ხო? რაღაც არ გამოვიდა მას როგორც სურდა ესეთი ვარიანტი. კარგით. სურს რა თქმა უნდა ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ამდენად რეალური ხარ აღადგენ ამ ურთიერთობას. აღადგენს, იმიტომ რომ თქვენ სურათს უყურებს 24/7-ზე და კი ბატონო, ეს იქნება შესაძლებელია რაღაც რაზე ფიქრობს, იცით? რა ახსენდება, აი დაუშვათ თუ გააცილეთ, თუ სადმე გზაში შეხვდით და ესეთი მომენტი იყო. ესეთ რაღაცებზე ფიქრება ამ ადამიანს. კარგი და რას იზამერე? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნახეთ, მე შევძლებ შენს გაბრუებას ისევო და ისევო, კი ბატონო. და ეს ამშვიდებს კიდეც, ანუ
თავდაჯერებული არის ძალიან ამ საკითხში. ცოტა დრო მჭირდება, ან ხელსაყრელი რაღაც მომენტი და მე თავიდან დავიწყებ შენთან ურთიერთობას, ესეთი დამოკიდებულება აქვს. ბედად აღგვიქონს ეს ადამიანი, რატომღაც ისე თვლის, რომ ტყუილად არ შემოსულ ხარ ჩემს ცხოვრებაში და ანუ რიგითი გამლელი და ასე არ არის, აი რაღაც ბედს უკავშირებს. მე ბედად არ გულისხმობ, მანდა მაინც აცოლეს, აქმრო და ასე შემდეგ, კაცო. ბედი არის ყველაფერი. ეს ადამიანი ყოველთვის შემთხვევაში რაღაც ბედის წერას, ბედს უკავშირებს, აი თქვენ შეხვედრას, ხო? ეს რაღაც უბრალო კი არ იყო, რაღაც საბედისწერო შეხვედრა იყო. რატო ფიქრობ ასე? ესეთი ქალი, ოი დუმალი, საიდუმლო. ესეთი ქალი ხართ, მე ვფიქრობ, მაგნიტივით იზიდავთ ამ ადამიანს და ზოგადად შესაძლებელი ადამიანებს. რაღაც გაქვთ ის შარმი, დუმალი, ამოუცნობი, რაღაც განსაკუთრებული. შესაძლებელია გამორჩეულიც ხართ, ხო? ეხლა არც მიკვირს, იმიტომ რომ ჩემთან ულამაზესი გოგონები მოდიან. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. ხო არა ბიჭებიც, მაგრამ მწუჩი ქალბატონზე მაქვს საუბარი. მართლა გამორჩეულები მოდიხართ და მე ვამჩნევ, რომ ბევრ თქვენთაგანი საკუთარ თავს ვერ აფასებთ სათანადოდ. არა და მე არ ვარ ის კატეგორია, უბრალოდ ყველაზე ვთქვა ლამაზია და კარგი არის, ნახეთ, საქმე ამაშია. ასე რომ როცა გეუბნებით, რომ ულამაზესი ხარ, მშვენიერი ხარ, რაღაც ხას ვუსვამ თქვენს დადებით თვისებებს, ან რაც საუკეთესო გაქვთ და თქვენ ვფიქრობ, რომ შეიძლება კი აფასებთ, მაგრამ მაინც არ არის სათანადოდ აფასება. ყურადღება უნდა მიაქციოთ, ძალიან გული მწყდება ერთ-ერთ ქალბატონზე, რომელსაც აქცენტი გაუსვი რაღაც საკითხზე და ზუსტად იმ საკითხს ვერ გავფრთხილდა. აი აქ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანისთვის აი ეს არის რა გაქვთ თქვენ ესეთი დავუშვათ ეს რაღაც განსხვავებული. აქ არ მაქვს განსხვავებული შარმი, კი ბატონო. სხვათა შორის მორიელებს ახასიათებს, ან ასცენდენტი თუ მორიელი გყავთ, ახასიათებთ ეს განსხვავებული შარმობა ესეთებს. კარგით და თავიდან რომ დაიწყებ რა შედეგი ექნება ამ ყველაფერს, შედეგი თუ ექნება. შედეგი ექნება ის, რომ მე ყველანაირად შევეცდებიო, აი ისე მოვიქცემ. რაღაც როგორ არის იცი ის გაუგებრობა, ის გულის ტკივილი, ის დავუშვათ თქვენ რაც საწყენი თუ გწყინდათ რაღაც იყო ესეთ, ხო? აი ეს რომ მასკნას წავიდეს რა. აი ესე გავაკეთებ, რომ ეს ამ ყველაფრიდან დაგავიწყო. ძალიან გულწრფელი იქნება სხვათა შორის და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თუ აქამდე არასერიოზულად იქცეოდა, ეხლა კი ზუსტად სერიოზულად მოიქცეს, როგორც თქვენ მოგწონთ, როგორც თქვენს კულტურაში, თქვენს ტრადიციაში ჭდება, აი ესეთი ფორმატია იყოს ამ ადამიანმა. სხვათა შორის ძალიან მართლა როგორ არის იცით, მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი მე აქ როგორ ქალბატონსაც მიხატავს, ამის იქით სხვა ქალი შეამჩნიოს ცოტა უცნაურია ჩემთვის. ჩემთვის კი არა მისთვისაც, იმიტომ რომ რაღაც მარტო იდუმალება და განსხვავებული შარმი და მაგნიტივით იზიდავთ კი არა, აი ფუფუნება ხართ, ქალი ფუფუნება, გედივით შეიძლება. არ არის გამორიცხული ესე რაღაც ხომ არის ადამიანები, რომ
დაინახავენ ქალბატონს, შეადარებენ დაუშვათ გედივითაა, ცხენივითაა, ხო ეს ცხენივითაა, ის კი არ უნდა სიმახინჯესთან კი არ არის ასოცირებული პირიქით. ანუ ბუნები მშვენიერება, რაღაც აი თავის ფავორიტი რაც ყავს ადამიანს, ესე გადარებთ თითქოს, ესეთი ქალია, ესეთია, თორე ცუდი კონტექსტით არ ვამბობ. რა თქმა უნდა, აქ შემდგარიც ხართ თქვენ თავს უვლით, აი ამაშიც არის საქმე. კარგი, მე რა შედეგი ექნება? შედეგზე მელაპარაკე, შედეგზე არ უნდა. იმდენად აღფრთოვანებულია, მხოლოდ თქვენზე საუბრობს ეს ადამიანი. უფრა ქალია, მაგრამ უფეყობა კაცო ქალს. შედეგი რა იქნება? ხო. ergi არ მომეწონა რაღაც, მაგრამ კარგი, ეს შედეგი, ეს ყველაფერი დაიწყე თავიდან, გავიგეთ, ბოდიალო, ფორთხიალო. აი რა არის, იცით? ეს ფორთხიალი რომ გააჩნიათ, ეგ ამაკაცებს. ხო, ცოტა იცით რა არის? არის რაღაცნაირი ისეთი ტიპაჟი, ეს ხასიათის ცვლილებები ახასიათებს, ცოტა კი გულწრფელი, მაგრამ მე მაინც ახასიათებს რაღაც ის ჟონგლიორივით, მაიმუნობა. ყოველ შემთხვევაში თქვენზე აკეთებს აქცენტს რა მხრივ იცი? არა, ეს არის ამ შემთხვევაში მე მაინც შევძლებ შენს გაღიმებას თუ გაცინებას, როცა დაუშვათ ეს ძალიან მკაცრი ხართ და თავზე რო გინდათ ყველაფერი გადაალეწოთ და მისი მას რა ქვია კუბოს ყველა ოთახში როცა დაახრიგინებთ მაშინაც შევძლებ თქვენ შენს გაცინებას ესეთ რაღაცას გეუბნება. ეს უკვე კი ბატონო, ეს საყურადღებო თემა არის. მე ასე ვიტყოდი, თუ ადამიანი მაგ დროს შეძლებს თქვენს გაცინებას, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი სწორი ადამიანია. ანუ მაინც ყოველ შემთხვევაში არ არის ადვილი, ხო? თქვენ რო სტალინის ხასიათს გამოავლენთ და მაშინ ეს თქვენ როგორი მაშვება, აი ეს არის პირდაპირ, აი ცირკის მსახიობი რომ არის რაღაცა იჭყანება სულ. ესეთ ტიპაჟად გარდაიქცევა. ქალი და რა სიტყვა? მე ვკითხე სტაბილურობას. სტაბილურობას ითხოვს, იცი რა არის, ცოტა იეჭვიანეო, რაღაც ამას მე მგონი უნდა, რომ თქვენ გაეჭვიანოთ. რა უცნაურია და მითო გაქვს რაღაც ეს ხასიათები. ოპა, ხო, ცოტა იეჭვიანეო რა, ესეთ რაღაცებს გეუბნებათ. თქვენ ეთყობა ძალიან არა ხართ რა, ან არ გამოამჟღავნეთ. იცით რა, ეჭვიანობა მაშინ კი არ არის საჭირო, როდესაც მართლა ვინმე ყავს და წავიდა და მიგატოვათ უკვე და ვეღარ ხვდებით. ბიჭო, სხვასთან შევიდა ურთიერთობაში და მე ეჭვიანობ, ეს ეჭვიანობა არ არის, ეს არის რეალობა. უბრალოდ უკვე აღარ გინდათ დაიჯეროთ, რომ წავიდა თქვენგან დაასრულა. ეჭვიანობა არის მაშინ, როცა არსად არ არის წასული და რაღაც, ხა, ისე კი არა, რომ ადამიანს სისხლი გაუშვოთ, მაგრამ ცოტა გამოხატოთ. ანუ არიან კატეგორია ადამიანების ეჭვიანობაში ხედავენ სიყვარულს. ესე იგი, თუ ეჭვიანობს ქალი, უყვარხარ, თუ არ ეჭვიანობს, არ უყვარხარ. არსებობს ესეთი რაღაცებიც.
შეიძლება ზუსტად რაღაცას იმიტომ აკეთებს, აი თქვენგან უნდა ის რომ დაინახოს, რომ იჭვიანე რაღაც გამოხატე, ესე იგი, სიამოვნებს ადამიანს, ხო? კარგით, ნახოთ მე რა სიტყვა ამ ქალიდან ისე. არ მინდა რომ შემელიო, იგივეს გეუბნება. რომ ვერ შეელიოთ ეს უნდა. იცით რა, ეს ადამიანი ყველაფერს ითხოვს. ჭხუბი არა, კამათსაც ითხოვს, ეჭვიანობასაც, ვერ შეგელიო, შემელიო. აი, ესეთი გრძნობების გამოხატვას ითხოვს, მაგრამ არ მიიღო შენ გადაწყვეტილება, ესეთ რაღაცას გეუბნებათ. ხო, დაუშვათ გადაწყვეტილება, ის არის ახლა სპალნას რო დადგამთ. ეს მაგის გადაწყვეტილებას მიიღებ და მოვლენებს წინ უგავსებ, მაგრამ რაღაც ეს წინაპირობა ესეთებს ითხოვს და უნდა. ხო. აქაც სხვათა შორის არის პრობლემები ქალბატონებში, ხო? ქალბატონებში მარტო არა, მშობელი იყო კონსულტაციაზე მოსული და აი ესე გამიჟღერა, კაცო 3 წელი ერთმანეთი უყვართ და ცოლი აბა რა არისო, ცოლად ვიღა, ცოლიც მითხარ, ცოლობა თხოვა ამ ბიჭმა ხელი მეთქი და მე დამფიქრდა რომ არაო 3 წელი შეყარებულები იყვნენო და აქო ისია, ასიაო, ჩემი გოგოვო, პატიოსანი იყო, პირველად იყო ხალხნო. რადგან პატიოსანი იყო, ქალიშვილი იყო, გასაგებია, ეს გარანტია არ არის, რომ ცოლად მოიყვანს ბიჭი, აუცილებლად. ეგ გარანტია, რავი, რომელ საუკუნეში იყო. ყოველთვის არც იყო, მაგრამ გამიგია ისეთი რაღაცები, რომ გაიგო კაცმა დაუშვათ რაღაც ურთიერთობა მივიდა და მიხვდა რომ ქალიშვილი გოგოა და მოიყვანა ცოლად. ან იმიტომ რომ რადგანაც ქალიშვილი იყო მოიყვანა, ესეთები გამიგია ადრე, მაგრამ ეხლა ესეთი რაღაცები საერთოდ კიდიათ მე ასე გეტყოდით. თქვენი პატიოსნება და თქვენი ყველაფერი. თქვენ თუ არ გაუფრთხილდებით მაგას. პირიქით ეხლა ისე არის გასართობად კი პატიოსანი ქალი უნდა, მაგრამ რამდენი უნდა იპოვე პატიოსანი ქალი ვერ ყველას ასე უნდა. მაგრამ უფრო მაინც მერე ეძებენ შედარებით ვითომ. პასუხისმგებლობა. აი ეს არის მოვლენებზე გადასწრება ქალმა, შვილმაც გოგომ დაიწერა, მერე რაღაც მოსთხოვეს ამ ბიჭს, რა ვიცი მე, პასუხისმგებლობა აეღო, დაუჯახება და დაწერა მოკლედ ესე რომ ვთქვათ და წავიდა და რატო წავიდა, რა არის პრობლემა? ის არის პრობლემა, რომ გადაასწარი მოვლენებს. რაღაც დაიწყო უაზროდ, ისეთნაირად დაიწყო მოქმედება, თითქოს ქმარი იყო, შეზღუდვები. ნახეთ? ეს არის მოვლენებზე გადასწრება, ჯერ ერთი ცოლით რო იქნები, მაშინაც მოდი ასე ვთქვათ, ყელში არ უნდა ამოვიდეთ ადამიანს, ხო? ეს უაზრო შეზღუდვები. თავისი სივრცე ყოველთვის უნდა დაუტყუოთ ადამიანს, მაგრამ აი აქ ზუსტად მაგას გესაუბრებად. მე სექსუალურ ცხოვრებაზე ეს თქვენთან წინასწარ არ ფიქრობს, არა. მაგრამ ის რაღაც აი ვერ შეელიო ეს იგრძნოს, მოგწონს და იმიტომ მეჭვიანობ ეს იგრძნოს, თუნდაც ის ცოტა რაღაც ქალური წაკამათება ეს იგრძნოს, იმიტომ რომ დარწმუნდეს, რომ აი თქვენ ნამდვილად მოგწონდა ეს ადამიანი და მისაღებია. ეს მჭირდებაო, მაგრამ მოვლენებს არ გადაასწრო წინ. ამას გეუბნებათ, თავი შეიკავე. კაი, შეიგავა თავი, მერე გაიქნება. ისე იღლაბუცებ თუ დააყენებ საშუალებას. მერე
გავისეირნოთ, გამოვისეირნოთ, ისავქნად, ესავქნად და მერე სიყვარულსაც გდლობინდა, მერე დასწრებთ ერთმანეთს და ნუ როგორც ხდება ზოგადად, ხო? სექსის მერე აუცილებლად უნდა იჩხუბონ. მერე ქალები და მერე დაწერა მთელი ისტორია. იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისა. ვერ გამოდის იმ ბავშვური ასაკიდან ფლირტი, იჩხუბე, ესეთი რაღაცები სიამოვნებს უნდა, მაგრამ მერე იქ პრობლემები, მერე ის ვინც ხარ გამოხდა, მერე ვიღაცამ რა ქვია, დუყლუყი და ალევი ამისთვის იბრძოლდა, ნუ ესეთი ტიპაჟია რა, ვეღარ ჩამოყალიბდა. კარგი, პასუხისმგებლობის აღებას მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არ აპირებ? ნახოთ, აპირებს თუ არ აპირებ. პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არ უნდა, ანუ უჯუჯუჯუ უნდა და, რა? თუ გინდათ გეიჭუჭუჭება და გეპუჭუჭებათ. კი ბატონო, მაშინ ამისთვის ეს ადამიანი მზად არის. დანარჩენი ნახეთ თუ თქვენ გადაასწრებთ მოვლენებს და რამეებს მოითხოვთ. მაშინ რა ითხრათ? რა გითხრათ? არა. მაინც როგორ არის, იცით? მე ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება ასე ოღონდ ცოტა მეტხანს და მერე ვნახოთ კიდევ იქნებ შეიცვალოს რამ 1-2 წლის მერე, 3 წლის მერე. შეცვალოს, ხო? თავისი გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში ეს ურთიერთობა რაღაც ისე უნდა გაგრძელდეს. სულ ეს იყო.